პრესა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს. არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კახა კალაძესთან დაპირისპირება შეეწირა. ასევე არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯი იყოს შეწყალების სკანდალის გადაფარვის მცდელობა. როგორ ფიქრობთ თქვენ, რომელი ვერსიაა თქვენთვის უფრო სარწმუნო? გისმენთ. გამარჯობა, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, მაგრამ მე ამ ვერსიებს არ მივყვებოდი. მოდით გავაანალიზოთ სიტუაცია. უცბად გადადგა, წინა საახალწლოდ გადადგა პრემიერი. საკმაოდ მოულოდნელად. დიახ, მოულოდნელად, აბსოლუტურად ლოგიკა არ ჩანს. და არც იყო ჩემთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვისაც დამაკმაყოფილებელი ის ახსნა და განმარტება, რაც მოვისმინეთ ღარიბაშვილის მხრიდან, რომ მიიყვანა გარკვეულ კონდიციამდე ქვეყანა სახელმწიფო და მიდის. მე ვფიქრობ, რომ აი ესეთი სტილი მოსვლა-წასვლა, თანამდებობაზე ყოფნა და შემდეგ გადადგომა ეს ბადებს საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდას და მე არ ვთვლი დავით უსუფაშვილისაგან განსხვავებით, რომ ეს არის კარგი სტილი, წეღანი საუბრობდა მე უსმენდი, რომ ეს არის რაღაცა know-how. მაშინ დავით უსუფაშვილი გადადგეს მისი არჩევნების გამყალბებელი მეუღლე, თავდაცვის მინისტრი, ქალბატონი თინათი ხიდაშელი, გადადგეს აგულაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი, ასევე არჩევნების გამყალბებელი. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და აი ეს მინისტრები, რესპუბლიკური პარტიის ეს მინისტრები ხომ მიესალმებიან ღარიბაშვილის გადადგომას და კარგიაო ამბობენ, გადადგნენ თვითონ და მეც გეტყვით, ხსენებული მინისტრები და პლუს ზაქარეიშვილი, რომელმაც ესე ადვილად დათმო აფხაზეთი და განაცხადა, რომ თურმე ის არასდროს არ ყოფილა საქართველოს ნაწილი, ასევე აღარ უნდა ვიხილოთ ჩვენ მინისტრთა იმ კაბინეტში, რომელსაც შემოგთავაზებენ. მაგრამ საქმე იცით რაშია, მე სულ მგონია და დარწმუნებული ვარ საგარეჯოს არჩევნების შემდეგ, რომ მოხდა შიდა რევოლუცია. აი მოდით პირდაპირ ვთქვათ ეს და მორიგჯერ რესპუბლიკურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილი მოაქცია იმ შანტაჟის ქვეშ. რა შანტაჟსაც ჩემს მიმართ უწყობდნენ და აწყობდნენ, ეს ფაქტია და აბაკუნებდა ფეხებს თავდაცვის მინისტრი, რომ თუ ირმაინაშვილი გაიმარჯვებდა საგარეჯოში, თურმე ქვეყანა დაინგრეოდა და რესპუბლიკურ პარტიას უკავია ხელში ის დროშა, რომ თითქოს ისინი არიან პროდასავლურები და ამითი მანიპულირებენ ბიძინა ივანიშვილთან, რომ აი ჩვენ თუ წავალთ კოალიციიდან ის დაიშლება. არის ამის საფრთხე, ქალბატონო ირმა, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ ისინი ვერ ხედავენ ირაკლი ღარიბაშვილს ის პირველ ნომრად. ასევე წერს პრესა, რომ შესაძლოა თუ კი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება ქართული ოცნების ის პირველი ნომერი, შესაძლოა კოალიცია რესპუბლიკურმა პარტიამ დატოვოს. ამის ნიშნებს ხედავთ? ჯერ ერთი თუ დატოვებენ კოალიციას და წავლენ და საერთოდ გაქრებიან პოლიტიკიდან, ეს ცუდი არ იქნება და საერთოდ არ ნიშნავს პროდასავლურობას და დასავლურობას არჩევნების გაყალბება და ეს არის დანაშაული. პროდასავლურად მოაზროვნე პოლიტიკოსები და დასავლური ფასეულობების გამზიარებელი პოლიტიკოსები არჩევნებს არ აყალბებენ და ეს არის ნიღაბი რესპუბლიკური პარტიის ლიდერების და ამითი მანიპულირებენ ბიძინა ივანიშვილთან. ეს მინდოდა მეთქვა, რომ აი ჩვენ თუ არა ქვეყანა დაინგრევა და ამ შიდა რევოლუციის ნიშნები დავინახე მე ღარიბაშვილის გადადგომაში, ესეც სახელდახელო გადადგომაში და მე დავინახე, რომ მორიგი უზურპაციის მცდელობაა, ხელისუფლების უზურპაციის მცდელობაა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, რომ საბოლოოდ ჩაიგდონ ხელში, აი ამ 1%-იანმა პარტიამ ხელში ჩაიგდოს ქვეყნის ყველა სადავე. ეხლა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს რაც შეეხება, თუ ბიძინა ივანიშვილი ეხლა ამას აკეთებს შეგნებულად, ეს არის ძალიან ცუდი და ფაქტია, რომ რასაც მე ვუყურებ, ის არის მძევალი დღეს რესპუბლიკური პარტიის, მაგრამ თუ ეს არის ის ვითარება, როდესაც ახალ მინისტრთა კაბინეტს ჩვენ აღარ უნდა ვიხილოთ ეს მინისტრები და ლოგიკურად თუ ღარიბაშვილი გადადგა, არჩევნების გამყალბებელი მინისტრები ასევე უნდა წაბრძანდნენ ბატონო, მაშინ ჩვენ ვნახავთ, რომ მოხდება რესპუბლიკური პარტიისაგან ამ ხელისუფლების გათავისუფლება, მაგრამ მე აი ვერ ვხედავ, რომ ეს ასე მოხდება. პირიქით მაგ განცდა, რომ მეტი რესპუბლიკელი შეიძლება ვიხილოთ ამ ახალ მთავრობაში და ახალ მინისტრთა კაბინეტში და ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამე, იმიტომ რომ ხალხის ნდობით ეს პარტია არ სარგებლობს და ეს პოლიტიკური დაჯგუფება, ასე უწოდებდი მე მას და 2016 წელს ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწორედ აი ამ ბოროტებას და ამ ტყუილს და ამ მიღბებს მოვერიოთ, იმიტომ რომ მიშა კუბში ბრუნდება საქართველოს ხელისუფლებაში, მიშა კუბში რესპუბლიკური პარტიის სახით სადავეებს იგდებს ხელში და ბრუნდება ხელისუფლებაში. აი ეს უნდა გააცნობიეროს ერმა. ქალბატონო ირმა, ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს, ეს შეკითხვაც საკმაოდ აქტუალურია დღეს. პრესა რამდენიმე კანდიდატზე წერს, თუმცა ყველაზე აქტიურად გიორგი კვირიკაშვილზე. რა შეიძლება ოპოზიციისთვის, როგორ ფიქრობთ? შეძლებს გიორგი კვირიკაშვილი ვთქვათ?
თუ კი ის დასახელდა ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად, უფრო წარმატებული კომუნიკაცია ჰქონდეს ოპოზიციასთან. ჯერ ერთი პატარა განმარტება მინდა გავაკეთო, როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მძევალია რესპუბლიკური პარტიის ისეთი ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში, მე ნამდვილად არ გულისხმობ იმას, რომ თინა ხიდაშელი რომელიმე გვარდიის დანაყოფით და იარაღით ადგას ბიძინა ივანიშვილს და გადაწყვეტილებებს აღებინებს. ეს არის იდეოლოგიური ზემოქმედება, თითქოს და რესპუბლიკური პარტიის გარეშე დაინგრევა კოალიცია და პროდასავლურობის იმიჯს და კომპონენტს დაკარგავს ქართული ოცნება და ხელისუფლებას, დასავლეთში შეექმნება პირველ რიგში პრობლემები, აი ამ ზეწოლას ახორციელებენ ბიძინა ივანიშვილზე და არა სხვა რამეს გულისხმობ მე და ეს არის ძალიან სახიფათო თამაში რესპუბლიკური პარტიის მხრიდან და მინდა თუ გვისმენს ბიძინა ივანიშვილი, კარგად გააცნობი ეროსის, რაზეც მე ვლაპარაკობ. რაც შეეხება იმას, რა კანდიდატურები იხილება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. მთავარს მე ვხედავ იმას, რომ ხალხი არავის არ აინტერესებს. ხალხის განწყობა და დამოკიდებულება არ აინტერესებს. შუა გზიდან მიდის პრემიერი, შუა გზიდან გეუბნევია, რომ მორჩად გადავდექი, რატო ახსნა არ არის, ხალხი ჩართული არ არის არც პოლიტიკურ პროცესში, არც არანაირი არჩევანის საშუალება არ აქვს. შეიცვლება რამე თუ კი დაინიშნება მაგალითად გიორგი კვირიკაშვილი, ან დავით სერგეენკო, ან კახი კალაძე, ან თუნდაც მამუკა ბახტაძე, რომელიც რკინიგზის სამართალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი და რომელზეც ასევე პრესა წერს. შეიცვლება რამე ხალხისთვის, ოპოზიციისთვის, რა შეიცვლება? არ ამგონია დიდი რადიკალური ცვლილებები მოხდეს, გააჩნია მინისტრთა კაბინეტი როგორ იქნება, რა ძალებით და რა სახეებით იქნება დაკომპლექტებული, თორე თუ იგივე ხიდაშელ აგულაშვილ, ზაქარეიშვილ, ბერძენიშვილ, უსუფაშვილებს ვიხილავთ, ანუ ამ სახეებს ვიხილავთ და ამ ძალას მინისტრთა კაბინეტში არ ამგონია ეს სიკეთის მომტანი იყოს ან პოლიტიკური ოპოზიციისთვის, ან საზოგადოებისთვის და არც ოპოზიციური პარტიები არ არიან სხვათა შორის ჩართული ქვეყნის მშენებლობის პროცესში და ესეც პრობლემაა. ერთი წამი დავასრულებ და გემშვიდობებით, როცა ვლაპარაკობ, რომ ხალხს უნდა ქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რეფერენდუმები არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი პროექტი და პროგრამა. რეფერენდუმის გზით ჩვენ საზოგადოებას საშუალება უნდა ქონდეს, რომ მინისტრიც გადავაყენოთ და დეპარტამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრიც თუ ის გადასაყენებელია, მაგრამ არა ისე, რომ არ აგვიხსნან რატომ იდეა და გმადლობთ.